გამარჯობათ. ვანდა შევუთვალე ბინა. ესე იგი, ეს ერთი კვირა, რაც ჩემთან არის, ერთი კვირა რა 10 დღეა. როგორც მასწავლეს მაღაზიაში რო ვიყიდე, ისევ წავ, მაგრამ აი ყვავის ესეთი დამჭკნარი ზოლი უჩნდება. ალბათ ვადაგასtis უკვე ყვავილობის, მე ხო არ ვიცი როდიდან ყვავის, მაგრამ ჩემთან ეს 10 დღე ყვავის. მანამდე 14 თებერვალს უკვე ქონდათ მოტანილები და მაინც ნორმალური, ალბათ ერთი თვე მაინც ყვავის მინიმუმ ეს ვანდა. კი, მინიმუმ კი არა ხო ესია 14-ში ხო მოიტანეს, მანამდე მოვიტანეთო და უკვე ყვაოდა და გადაასწდა თვეს. ესეთი ლამაზი ყვავილები ერთი თვე ძალიანაც ნორმალურია. აი ესე გადავიტანე ცოტა დიდში. იმიტომ რომ ძალიან დაზიანებული აქვს, აი ეს მიგლეჯილი აქვს სულ ეს ფოთლები, აი. ნახევარ მხარეს აღარ აქვს. მოჭრილი აქვს ძალიან ბევრი საყვავილე ღეროები, ეს იმას ნიშნავს, რომ ყვაოდა ხოლმე დიდი მცენარეა ალბათ. აი ეს ერთი ძალიან დიდი ფესვი აქვს. მაგრამ ამ ფესვს ბოლო არც გამხმარი აქვს და არც მწვანე. დანარჩენი ფესვები ცოტა დაუწვრილდა და მოუჭკნასავით. არაფერი არ შეენიშნება ახალი. აი ესე დავამაგრებ შბილი მავთულით, რომ არ იქანავს. აი. აქამდე მოვწყავ ხოლმე, აი აქამდე. ჩაუსხავ წყალს. მაღაზიაში მითხრეს, რომ ყოველ მეოთხე დღეს მორწყევ. ინტერნეტში ამობენ, რომ ზოგი იძახის, რომ 2 კვირაში ერთხელ, მე მგონი ძალიან დიდი ხანია. ზოგი იძახის, რომ ისო ყოველ დღეო, რა ვიცი. ნახოთ. ჩემი პირველი ვანდა ძალიან მომწონს. მოვიტანდი ბევრს, ისე ძალიან მომწონს, მაგრამ ნახოთ აბა თუ მთლიანად არ მოეღო ბოლო და სულ არ გაქრა. მაღაზიაში კი ვნახე ფესვები გამოჰქონდა. ანუ ერთი წლის წინანდელი ვანდები, რომელიც გახბუჭებოდათ, ჩარგული ჰქონდა ჩაულებრივ და მშვენივრად ჰქონდა წამოღებული ფესვები და ამან დამაიმედა და წამოვიღე. ძალიან ნაყოფრო ყვავილებს როცა მოიტანა და მთლად ახალია, მაშინ კი არ ვიყიდე ხოლმე იგივე ფასში. ეს 200 ლარი ღირდა ფასდაკლება არ ჰქონდა ჯერ და იგივე ფასში ვყიდულობ ხოლმე უკვე როცა ბუჭდებიან მაშინ. მანამდე ვყოყმანობ. ამის მერე რომ მოიტანე ვანდას ახალს ვეყიდი. ეს მასაც არ ღირდა ძვირი. იუსკიში აღმოვაჩინე. უფრო დიდი ვაზებიც იყო სხვა მაღაზიებში. მაგრამ ეს უხდება ამ მომენტში. ეს რბილი მავთულით დავამაგრე და კიდე შეიძლება გავუყარო ერთ მხარე მეორე მხარესაც და უფრო გონივრად დამაგრდება. ან ცოტა დაბლა ჩავწიო. ესეთი გახლავთ ჩემი პატარა ქალბატონი ვანდა. და კიდევ შეიძლება, მაგრამ მე რარნაკში ყოველთვის მომწონს ვარ ორქიდეები. რარნაკში უფრო ლამაზებია. ისე მოხდა ეს რომ მოვიტანე ავად გავხდით. ვერც დავტკბი, წავიღე სხვა ოთახში დავდე, თითქოს მაწუხებდა ბევრი ყვავილებიც. ესეთი არის მოპიტული ჩემი ვანდა. ესე იყო ჩაჩურთული იმაში ვაზაში, ესევე მოვიდაო იქ გოგონამ თქვა და რა თქმა უნდა ესევე მოვიდო და საიდანაც გამოგზავნეს ესე ჩაუსვიათ და აქეთ ხო აქვს ცოტა კარგად იქით ის ყულად კიდია ეს ფოთლები, მაგრამ აი ეს ფოთლები, მაგრამ არ ვასწი მოწყვეტილები ვითარ. გავუწმინდე მე მაინც ეს ფოთლები. ალბათ გავუწმენდა ხოლმე და ვნახოთ.
იმედია შემრჩება ეს ვანდა, გაგაგებინებთ აუცილებლად. თუ შემრჩება ვანდა, მოვიტან სხვა ვანდებს, რადგან მე მომწონს. ჩემთვის მისაღები ესეთი შიშველი ორქიდეები უფრო ლამაზია. და წესით არ უნდა დალყეს და გაფუჭდეს, იმიტომ რომ ჰაერი მისდის. ზუსტად არ ვიცი ახლა როგორ რომელი არის მართალი, ხალხი რო ამბობს. მაღაზიაში როგორც მითხრეს, ისე გავაკეთებ 4 დღეში ერთხელ. მაგრამ აი ეს ხო არის გატეხილი ეს ფესვი და აი ეს ფესვებიც ხოა გატეხილი, სულ ესე დამტრეული აქ და იმდენამდე კიდე დამტრეული, რომ ჩამოწყვეტილები ბევრი ჩამოსდის და ვყრიი ხოლმე. მაშ ფაქტიურად სულ გაუქრა ის დიდი და ლამაზი ფესვები რო ქონდა. მადლობა ყურადღებისთვის, მეგობრებო.